მესამე მშობიარობის პერიოდი, პლაცენტის გამოყოფა. ბავშვის დაბადებით მშობიარობა არ სრულდება. მოდის მშობიარობის მესამე პერიოდი, შემდეგის დაბადება. შემდეგი არის ტომარ, რომელშიც თქვენი ბავშვი მთელი ეს დრო იმყოფებოდა. შემდეგი შედგება პლაცენტისგან, ნაყოფის გარსებისა და ჭიპლარისგან. ჩვეულებრივ, შემდეგი ბავშვის დაბადებიდან 5-დან 30 წუთში გამოიყოფა და იდეალურ შემთხვევაში ის უნდა გამოვიდეს მშობიარობის დროს მუცლის დაჭერისას. თუ ეს არ მოხდა, ექიმები ჯერ ცდილობენ ბავშვის მკერდზე მიდებას, ან ხელით სტიმულირებენ სარძევე ჯირკვლებს. თუ ესეც არ დაეხმარა, მაშინ შეჰყავთ ოქსიტოცინის პრეპარატი და ატარებენ საშვილოსნოს მასაჟს. თუ პლაცენტა 30 წუთში არ გამოიყოფა, ტარდება ოპერაცია, პლაცენტის ხელით გამოყოფა ინტრავენური ანესთეზიით. მშობიარის უკეთებენ ტკივილ გამაკუჩებელს და ექიმი ფრთხილად ხელით შედის საშვილოსნოში და იღებს პლაცენტას. პლაცენტის გამოყოფის შემდეგ ის მოწმდება ყველა წილის არსებობაზე, მოწმდება გარსები და ჭიპლარი და იგზავნება ჰისტოლოგიურ კვლევაზე. ნიშნულოვანია დავსვუნდეთ, რომ პლაცენტის ყველა ნაწილი გამოვიდა, რადგან მათი დარჩენა შეიძლება გამოიწვიოს ინფექციურ-ჟანთებითი პროცესები და სისხლდენა. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მშობიარობის ბოლო პერიოდზეც, რადგან ბევრი მშობიარი შეშობს, როცა ექიმები მოულოდნელად იწყებენ ძუძუს წვერების სტიმულაციას ან ხელით გამოყოფენ პლაცენტას. იფავით ინფორმირებული მშობიარობის ყველა ეტაპზე და არაფრის შეგეშინდეთ. ექიმებს თავადაც აინტერესებს თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნება.